პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს 7 მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებების, სოფლის მეურნეობის, სასჯელ აღსრულების და პრობაციის, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის და მდგრადი განვითარების, კულტურის სამინისტროებში განხორციელდა. თანამდებობიდან გათავისუფლებული ასევე სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საჭიროა გაორმაგებული ენერგია და მუშაობის სხვა რეჟიმზე გადასვლა. ქვეყნის კანონმდებლების საკადრო ცვლილებების კონკრეტულ მიზეზებს ვერ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ცვლილებები გარკვეული პერიოდის შემდეგ მეტი ეფექტურობისათვის ყოველთვის საჭიროა. უკვე ცნობილია, რომ სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების სამინისტროს ჩაუდგება სათავეში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უხელმძღვანელებს. დანარჩენი 5 მინისტრის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს. მიზანმართული კამპანია გუში რაღაც საგორებული ტალღა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები გადავლახეთ. ჩვენ მქონდა საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ მქონდა ძალიან წარმატებული საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენ მქონდა უმნიშვნელოვანეს ხელმოწერა ევროკავშირთან. ახლა სულ ახლა დავასრულეთ ადგილობრივი არჩევნები. ამიტომ ახლა არის საჭირო სხვა ტემპებით მუშაობა. გაორმაგებული ენერგიით მუშაობა. ამიტომ მიმაჩნია, რომ სრულად ლოგიკურია და საჭიროც იყო ეს განახლება და შეიძლება ეს მომავალშიც მოხდეს. ამ განწყობის მიზანია კიდევ ერთხელ მინდა განმარტო, რომ მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. 9 წელიწადში ჩემი დათვლებით 110 მინისტრი შეიცვალა სააკაშვილის მთავრობაში, ისე რომ 2 წლის მანძილზე ჩვენ მთავრობაში შეიცვალა მხოლოდ 3 მინისტრი, თუ არ ვცდები. ახლა მოვიდა დრო გადახალისების, ახლებური ხედვების, სხვანაირი გააზრებისა იმ პრობლემებისა, რაც არსებობს სხვადასხვა უწყებებში, სხვადასხვა მიმართულებებით. მე იმედი მაქვს, რომ მთავრობა უფრო შეკავშირებული გახდება და უფრო პროგნოზირებადი იქნება მათი და ჩვენი ნაბიჯები ჩვენი საზოგადოებისთვის. მე ვფიქრობ, რომ პრემიერმა განმარტა მიზეზები, დანარჩენს უკვე პარლამენტში, როდესაც მოვა მთავრობა, იქ მოსმენების დროს ჩვენ პოზიციას გამოვხატავთ. მე პირადად არ შემიძლია არც ერთ მინისტრზე რაიმე უკმაყოფილება გამოვთქვა, იმიტომ რომ შესაძლებლობის ფარგლებში და ვითარების გათვალისწინებით ვფიქრობ, ისინი მაქსიმუმს აკეთებდნენ, ამიტომ ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. დანარჩენი უკვე ახალ კანდიდატებთან, ბუნებრივია გუჯას და სოზარს არ გულისხმობთ, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ გადაადგილება მოხდა ამ შემთხვევაში. ყველა დანარჩენ ახალ კანდიდატთან უკვე პარლამენტში გვექნება საუბარი.